მოგესალმებით, ძვირფასო YouTube მაყურებლებო, ბრიტანულ-ქართული აკადემია თავის YouTube არხზე გთავაზობთ ძალიან საინტერესო ახალ პროექტს, სასარგებლო პოდკასტი, რომლის ფარგლებში შევეცდებით მარტივ და გასაგებ ენაზე, საინტერესო სტუმრებთან ერთად მოგაწოდოთ ინფორმაციები თქვენთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მე ვარ თემო ვაშაკიძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებით საფეხურის ხელმძღვანელი და დღეს ჩემი გადაცემის პირველი სტუმარია ბატონი ზაზა ვარდიაშვილი, ფსიქოთერაპევტი. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. დღეს სასაუბრო თემად შევარჩიეთ თვითდამკვიდრების თავისებურებები ადრეულ ასაკში. სექტემბერი დამთავრდა, ოქტომბერი დაიწყო და სკოლებში და ბაღებში ქცევა დუღილის პროცესშია. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ხასიათდება ქცევა. და მსურს ვისაუბროთ ისეთ დეტალებზე, რომლებიც ვფიქრობ, რომ მშობლებისთვისაც, მასწავლებლებისთვის და სასკოლო საზოგადოებისთვის და არამხოლოდ იქნება საინტერესო. ამ მიმართულებით რა შეიძლება იყოს ეს მარტივი სასარგებლო რჩევები ადრეულ ასაკში ქცევის მართვისთვის. ბავშვი როდესაც იბადება, იმ წამსვე ხდება რაღაც სტრუქტურაში, ოჯახით სტრუქტურა, შემდეგ პირობითად მიდის ბაღში, იქაც სტრუქტურას ეჯახება, სკოლაშიც სტრუქტურა და თავიდანვე ჩნდება რაღაცა კონკრეტული არშეიძლებები. ეს არშეიძლებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ფორმით იყოს მიწოდებული, იმიტომ რომ ბავშვის საპასუხო რეაქცია არის პროტესტი ხშირად და აი იქ იწყება სირთულეები. რა შეიძლება იყოს ყველაზე სწორი ფორმა ამის მიწოდებისთვის, მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ პირველ რიგში. ხშირად ეუბნებიან მშობლებიც არ შეიძლება, ხშირად ეუბნებიან მასწავლებლებიც, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბავშვებისთვის მარტივ გასაგებ ენაზე კონკრეტიკა აკლია ხოლმე ამ ყველაფერს და გაგებაც, ესე ვთქვათ, გაგების ხარისხი შედარებით ნაკლებია. რას ფიქრობთ? როგორ შეიძლება რომ ყველაზე მარტივად მივაწოდოთ ბავშვს სასარგებლო ინსტრუქციები, რა შეიძლება და რა არ შეიძლება? ცით რა არის ბავშვი არ იბადება როგორც სუფთა ფურცელი, ამას ამბობდნენ გარკვეული მიმართულებები ფილოსოფიის. ბავშვი იბადება უკვე აღსჭურვილი გარკვეული უნარ-ჩვევებით, რაც ევოლუცია მილიონობით წლის განმავლობაში ჩადო ჩვენში. ანუ ის იბადება იმისთვის, რომ უყვარდეთ, იყოს დაცული, მერე გადადის ეტაპზე, როდესაც უკვე ის უნარ-ჩვევები უნდა აითვისოს, რაც ამ სოციუმში სადაც დაიბადა და გაიზარდა არის მისაღები. შემდგომში ის უნარ-ჩვევები აითვისოს, რაც ურთიერთობებს, სოციალური კონტაქტების ჩამოყალიბებას საჭიროება. შემდგომში დაიწყოს უკვე ფუნქციონირება როგორც დასრულმა ადამიანმა. ანუ მას აქვს უკვე მთელი რიგი მოცემულობა. უბრალოდ მშობლების, სკოლის, სოციუმის ფუნქცია არის, რომ სწორად წარმართოს. აკრძალვასთან დაკავშირებით, იცით რა არის, აი ჩვენი ტვინი ასეა მოწყობილი ბავშვიც და დიდიც, რომ აკრძალვას და არას ხო დასაშვები მოქმედების ვარიანტად აღიქვავს, ამიტომ არა რაც ნაკლები იქნება და არ შეიძლება რაც ნაკლები იქნება ბავშვთან ურთიერთობაში მით უფრო უკეთეს შედეგებს მივიღეთ. ხშირად არის ხოლმე რომ მაგალითად ძალიან მარტივი ფორმა არის რაღაცის შეწყვეტინების, არ შეიძლება თავი გაანებე, მაგრამ არ მოყვება ხოლმე რა შეიძლება. ანუ სწორი ფორმა როგორ არის? მაგალითად ჩვენ ხშირად ვიძახით ხოლმე, რომ ყოველთვის უთხარი პოზიტიური მიმართულებით. არ უთხრა რომ არ შეიძლება, პირდაპირ უთხარი რა არის ინსტრუქცია. მაგალითად არ ვიცი, სკამი გავაჩეროთ, იმიტომ რომ შეიძლება დავეცეთ. ანუ ბავშვებისთვის მაგის განმარტებას ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის, როდესაც ამას ვეუბნებით, უნდა უთხრათ კონკრეტული ინსტრუქცია, რა აქვს გასაკეთებელი და ალბათ ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მშობლებს, მასწავლებლებს მათ შორის შევახსენოთ. იგი რა თქმა უნდა იყოს ასაკის შესაბამისი ფორმით ინსტრუქტაჟი, ხო, ინსტრუქცია რა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება თვითონ აი რომ დაუბრუნდეთ ისევ აი ამ არას და აკრძალვების ვარიანტს, ხო ხა. საერთოდ ცხოვრება ძალიან აჩქარებული არის და ინფორმაციის მიღება მოკლე დროში ძალიან სასარგებლო არის ყველასთვის. და მათ შორის ბავშვების აი მაგალითად განვიხილოთ გაკვეთილი პირობითად და შენ გაქვს 45 წუთი, რაღაცა კონკრეტული მისაღწევი აკადემიური შედეგი და გინდა რომ მარტივად მართო ქცევა. ამ შემთხვევაში მარტივი გამოსვლა არ შეიძლება, მაგრამ იმის ახსნას რა შეიძლება და როგორ შეიძლება, ცოტა დიდი დრო შეიძლება დაჭირდეს. ანუ ბევრი დროის დახარჯვა ინვესტიციას წარმოადგენს ერთგვარად, რომ რაღაცნაირად ბავშვს უფრო მეც გააგებინებ, ხო? არათანმიმდევრულობა ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაც სხვათა შორის, რომელიც ბაღში, სკოლაში და ოჯახებში თავს იჩენს. აი მაგალითად მარტივად რო ვთქვათ, ცხოვრებისეული მაგალითი, ბავშვის ქცევა ბებიასთან და ბავშვის ქცევა დედმამასთან, ხო? ან პირიქით მაგალითად სკოლაში და ბაღში, ჩემთვის მაგალითად ხშირად ვთქვამთ, რომ არ ვიცი რატო იქცევა სკოლაში ესე, იმიტომ რომ სახლში ამას არასდროს არ აკეთებს.
ბავშვის ქცევა არის ერთგვარად პასუხი იმ გარემოზე, რომელ გარემოშიც ხდება, ხო? ხდება ავტომატური გამღიზიანებლები სხვადასხვა გარემოში. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, მერხი, ეს შეიძლება იყოს საკლასო ოთახი, თუ ვისაუბრებთ მაგალითად ბაღზე, აი ამ დობით სავსე გარემოდან პირველად ხდება მაგალითად სტრუქტურიზებულ გარემოში, სადაც წესებს ეჯახება, იქ მასწავლებელი უნდა გაიცნოს, იქ რაღაცა ახალი მოსწავლეები და მაგ ნაწილში ალბათ თანმიმდევრობას ყველაზე კრიტიკულად ისეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, რომ როგორ უდგება ამ ქცევას პირობითად სკოლა, ბაღი, სტრუქტურიზებულ გარემოში, როგორ უდგება მაგალითად ოჯახი. მქონია მაგალითად მომენტები, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა შეიძლება დაგვიხარჯა სკოლაში, მაგრამ ოჯახში თუ არ არის გამტკიცებული, მაგ ნაწილში ცოტა შედეგები მოისუსტებს ხოლმე. პირველ რიგში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს და ოჯახურ გარემოს, ხო? იგივე დამოკიდებულება სკოლასთან, კლასელებთან და ასე შემდეგ. როგორ გამოიხატება ერთი პატარა ისტორიას მოგიყვებით. ერთ-ერთი დედა ბავშვთა ფსიქოლოგიის ასეთი ქალბატონი იყო მერი მეინი. მან და ჯორჯმა შეამჩნიეს ასეთი რამე. ჰქონდათ განვითარების ცენტრი ამერიკაში, ნიუ-იორკში და დადიოდნენ ჩვეულებრივი ხო, ესეთი საშუალო და შესაძლებელი ოჯახის ბავშვები. და იქ არის კულტურაში არის ასეთი რამ, არის რბილი ოთახი, სადაც ბავშვი მიდის, რომ ეს ვარჯიში გავარჯიშოს, ხო, ეს დააკვირდნენ ასეთ რაღაცას. ეს არის დაახლოებით წლინახევრიდან 3 წლამდე ბავშვების ქცევა. წაიქცა ბავშვი და ბავშვების ნაწილი მიდის, ეფერება, ცდილობს წამოაყენოს, არის ბავშვები, ვინც წაქცეულს დაატირებულ ბავშვს ურტყავს. რატომ ხდება ასე, ხო? ერთი კულტურაა, დაახლოებით ერთი დონე სოციოეკონომიური და დაიწყეს ხანგრძლივი დაკვირვება და აღმოჩნდა ასეთი რაღაცა, ის მშობლები რომლებიც არ იყვნენ გულისხმიერი ბავშვის მიმართ. ანუ აი ბავშვმა რაღაცა მოინდომა, გაიწეა, თქვათ ეზოში რომ შემოვიდა საქანელისკენ, მშობელმა გააჩერა, ან ძალით წამოიყვანა აქეთ, ან ახასვაც იმას რომ არა უხსნა რატომ ხო, აი ეს ბავშვები ან გულგრილად ჩაუვლიდნენ ატირებულ ბავშვს, ან ურტყავდნენ, ხო? ანუ იწყება ყველაფერი აქედან. ანუ იქიდან მოდის. შემდგომში ეს უკვე სხვადასხვა ფორმას იღებს. ახლა რაც შეეხება თვითონ ბავშვებს, ხო, სხვადასხვანაირი ტემპერამენტი აქვთ. ანუ არ არიან ესენი ყველა ერთნაირი და მადლობა ღმერთს რომ არ არიან, ხო? არიან ისეთები, ვინც შედარებით უფრო ჩქარი ტემპერამენტის მატარებელი არიან, მათ ორგანიზმში სუფთა ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე რო თქვა სწრაფად ხდება ნეიროტრანსმიტერების გამოყოფა, ნერვული იმპულსების გატარება და ასე შემდეგ, არის მეორე ჯგუფი, რომელიც შედარებით უფრო შენელებულია, ხო ხა. თვითონ აქ სკოლის დანიშნულება არის, რომ სადღაც გააშუალოს ეს და აი ამ საშუალო ტემპის მიხედვით გამოიყვანოს. ხო, სკოლაში პირველად მოსწავლეები, რადგან სკოლაში შევეხეთ, ძალიან დიდ დროს ატარებენ. არა ნაკლებ დროს ვიდრე ოჯახში პირობითად და ყველა ძირითადი კითხვის დასმა იქნება თუ ქცევის ესე რომ ვთქვათ პატერნების ჩამოყალიბება ხდება სკოლაში. ბაღშიც ბუნებრივია. აი პასუხისმგებლობის განაწილებას როგორ ხედავთ პირობითად რა? აი სამი მაგალითად ბავშვი დადის ბაღში, ბუნებრივია ყავს ოჯახი და შეიძლება კიდე რაღაცა წრეზე დადის მაგალითად, ხო? ანუ რეალურად ყველგან რაღაცა კონკრეტულ შეთანხმებებს აწყდება და რაღაცა კონკრეტული ფორმა უნდა მიიღოს მისმა ქცევამ. აი როგორ ხედავთ პასუხისმგებლობის განაწილებას? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა, რომ აი მაგალითად მე სკოლაში მივიყვანე ბავშვი და ეხლა სკოლამ უნდა მიხედოს. ან პირიქით მაგალითად თქვენ ხართ მშობელი და თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, თქვენი შვილი კარგად მოიქცეს. აი ეგ ძალიან ხშირად არის ხოლმე კამათის საგანი და როგორ შეიძლება იდეალური ფორმა შეურჩიო მაგ განაწილებას ესე რომ. იცით რა, რაც არ უნდა ვთქვათ, არის ერთი თავარი რომ უნარების 75%-ს 4 წლამდე აყალიბებს ბავშვი. 75%-ს. მერე ხდება უკვე ამ ჩამოყალიბებული უნარების გაშლა და გადატანა, ხო, სხვადასხვა ჯგუფებში. იქ ყალიბდება, თქვათ, ესეთი მიჯაჭვულობის მექანიზმი, რომელიც 2 წლინახევრის ასაკამდე ყალიბდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენს მის სოციალურ ურთიერთობებზე. ეს რომანტიული იქნება, მეგობრული თუ არა მხოლოდ ადრეულ ასაკში, არამედ შემდეგაც კი თავს იჩენს. რა თქმა უნდა, აბა რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მიყვება. ხომ? ანუ პირველ ადგილზე არის მაინც ოჯახი და მშობლის როლი. რაც შეეხება შემდგომში ხა დაახლოებით 5-6 წლის ასაკში ბავშვს ერთვება ახალი ეტაპი.
ამას პიაჟემ დაარქვა კონკრეტული ოპერაციების სტადია, როდესაც ყველა კულტურაში ბავშვი არის მოწოდებული იმისთვის, რომ ის უნარჩვევები აითვისოს, რაც ამ კულტურაში ხო ჭირდება იქ. ანუ ბავშვი შეიძლება ცხოვრობდეს ამაზონის ან გვინეას ჯუნგლებში და ის ბავშვი 6 წლის უკვე ცდილობს, რომ ისრის გაკეთება და ნადირობის ელემენტები ისწავლოს, ხო? იგივე არის აქაც. როგორ რაღაცას გულისხმობ კიდე იცით მაგალითად პასუხისმგებლობას და თანმიმდევრობას შევეხეთ და მაგალითად სკოლაში პირობითად არ ვიყენებთ გაჯეტებს 9 საათით მეტი, მაგრამ სახლში მაგალითად ხდება საათნახევარი და 2 საათი ამის გამოყენება. რადგან სახლი და სკოლა არის რაღაცა ორი ძირითადი გარემო, სადაც ბავშვი წევს ყოფნა, მისთვის უკვე სხვადასხვანაირი კულტურა, ესე რომ ვთქვათ, კულტურა არის სკოლაში არ შეიძლება, სახლში შეიძლება. აი, მაგ ნაწილში გულისხმობ თანმიმდევრობას, რამდენად გათანაბრებული უნდა იყოს ეგ პროცესები სკოლასა და სახლს შორის. იმიტომ რომ მარტივი იყოს ქცევის გამტკიცება. იცით რა არის, აი ისევ რომ თქვათ, ხომ აი ამ გაჯეტებზე. რა მოიტანა ამ გაჯეტებმა, ხო? აბსოლუტურად არაფერი. უბრალოდ რისი მოთხოვნილებაც ქონდა ადამიანებს, ბავშვებს, ის ჩაანაცვლა უფრო სწრაფი ვარიანტი. ხა, ჩემ ბავშვობაში ბავშვებს ქონდათ Facebook-ი, რველს იღებდნენ, სურათებს აწებებდნენ, რაღაცებს უწერდნენ, ასე შემდეგ. იგივე იყო, ხო? ჩვეულებრივი სოციალური ამან უფრო მარტივი გახადა. იდეალური ყველაზე კარგად ბავშვებს ყველაზე მეტად უხაროდა ჯგუფური თამაშები, ორდროშობანა, ომობანა და ასე შემდეგ. ფიზიკური მატჩები. კი, რა თქმა უნდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი კვლევა არის, რომ 10 წლამდე ბავშვი, როდესაც ძალიან აქტიურად იყო ჩართული თამაშებში, მშობლებით თავაზობდნენ გასეირნებას ან რაიმე აქტივობას მათთან ერთად. მოდი კალათბურთი ვითამაშოთ, ბეისბოლი ვითამაშოთ. 97% ტოვებდა ტელეფონს და კომპიუტერს და მიყვებოდა დიდი სიხარულით. ანუ რეალურად მოთხოვნილება ბავშვებში ძალიან დიდი არის. არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ ახლა 21 საუკუნეში ვართ. მათ ეს ურჩევნიათ. კითხეთ, ხო? კითხონ შვილებს რა ურჩევნიათ, ხო? სხვაჩვენს ფიზიკური აქტივობა რო ბავშვის ესეთი თანდაყოლილი მოთხოვნილება, მაგას ამტკიცებს კიდევ ერთი ფაქტი, რომ აი მაგალითად ხშირად ვაკვირდები ბავშვების ქცევა სკოლაში. ყველაზე მეტი ქცევა, ყველაზე მეტი გამომწვევი ქცევა, ესე რომ ვთქვათ, გაკვეთილზე არის მოუსვენრობა, ესე რომ ვთქვათ, სკამის, ესე რომ ვთქვათ, რწევა, გაკვეთილზე ადგომა და გადაადგილება, არ ვიცი, განუწყვეტელი საუბარი, დერეფანში სიბილის ძალიან დიდი მოთხოვნილება. ანუ ფაქტობრივად ბავშვები აგზავნიან მაგ მესიჯებს, უბრალოდ ჩვენ პასუხობთ, სახლში ალბათ უფრო ხშირად ხდება, რა, იმიტომ რომ მე მესმის ერთი მხრივ მშობლებისაც, იმიტომ რომ დრო ახლანდელ, ესე რომ ვთქვათ, ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანი არის. დიდი დროის გამოყოფა ხშირად სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ხდება. და გაჯეტი არის მარტივი გამოსავალი, ესე რომ ვთქვათ, მაგ ყველაფრის დასაკომპენსირებლად. შესაბამისად, ხო, გაჯეტებს რო შევიღეთ, კარგია, რომ რაღაცნაირად ვთქვათ, რომ გაჯეტი არ არის ერთ-ერთი საშუალება, რითიც შეიძლება ბავშვმა, ესე რომ ვთქვათ, თვით შეიმეცნოს. არის ხოლმე მაგალითად ყურადღების გადართვის მარტივი გზები, ხო? რატო არის გაჯეტი ყველაზე სასურველი, რომ მოკლე, სწრაფად 10 წამიანი ვიდეოებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს იღებს ბავშვი. მაგას შეიძლება შევხედოთ ობიექტს პოზიტიურადაც და ნეგატიურადაც, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ინფორმაციის გაფილტრა ამ შემთხვევაში ძალიან დაბალია. და ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება ბავშვს ჩემი აზრით, როდესაც ამ პროცესში არის ჩართული. რა შეიძლება მაგ მხრივ ყველაზე ეს მარტივი გამოსავალი ვურჩიოთ. ალბათ რთული იქნება, მაგრამ რაღაც არსებობს ალბათ ზოგადი პრინციპები გაჯეტებთან ურთიერთობის, რაზეც შეიძლება რომ ვესაუბროთ დაინტერესებულ პირებს. კი, იცით რა არის, აქაც ხომ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება. რომ აი ეს არ არის მარტო ცალმხრივად გამოყენებადი. ეხლა ისევ კვლევებს რომ დაუბრუნდეთ, ხო, ფსიქოლოგიურადაც აქვს რაღაც კარგი, ხო, აი ამ თამაშებსაც და ამ კომპიუტერების გამოყენებას. ნუ ერთ-ერთი ის არის, რომ თამაშის პრინციპი ერთხელ არ გამოგივიდა, ცადე მეორედ, ცადე მესამედ გამოგივა. ეს ძალიან პოზიტივს იძლევა. და მარცხის შეგრძნებაც რაღაცნაირად კი, რა თქმა უნდა, ეს პლუს ერთ-ერთი მთავარი რაც არის ფრუსტრაციების გადატანის უნარის გამომუშავება, არის საშუალებასაც აი თქვენ რაც თქვით, ზუსტად ეგ ხო აძლევს კომპიუტერული თამაშები, მაგრამ სხვა ზიანიც ბევრი მოაქვს. ზიანი შეიძლება იყოს
ფიზიკური მდგომარეობის გამო, ემოციური ფაქტორების გამო, ფსიქოლოგიური მიმართულებით ალბათ მაგას კიდე ცალკე გავლენა აქვს და ალბათ ასაკების მიხედვით კიდე განსხვავდება, ხო? აი პატარა ასაკში. მე მაგალითად ხშირად მინახავს ქუჩაში სიარულის დროს ესე რომ ვთქვათ, ეტლზე მიმაგრებული ტელეფონები. და ამ ეტლში ზის ალბათ შეიძლება 1 წლის 1 წლამდე ბავშვი. აი მაგას საკუთრივ კატეგორიაში რა ზიანი შეიძლება, არ ვიცი სასარგებლო რამდენად შეიძლება იყოს მაგას ალბათ არანაირად სასარგებლო. ზიანის მეტი არაფერი მოაქვს მაგას საკში და მას. ხო ხა იგივე როგორი მომენტია ეს და შემოვიდა მასიურად რა ელექტრონული ძიძებად ყავთ გახდილი, ხო აი ეს საშუალებები ხა თვითონ ბავშვიც როგორც თქვით ხო დიდწილად არის მასე მოწოდებული რომ მშობლები რასაც აკეთებენ იგივე აკეთონ ხა ხედავენ მშობელი რა დროს ატარებს ტელეფონში და მისთვის რატო არის ეს ხო აკრძალული აქაც ბავშვის მათ შორის დიდების პრობლემაც არის ნამდვილად კი რა თქმა უნდა ხო ხა რაც შეეხება თვითონ ხა ადაპტაციური კუთხით კი ადაპტირდა ვთქვათ ამ ყველაფერთან მაგრამ სამაგიეროდ დაიკარგა სხვა, ხო, იკარგება ეს კომუნიკაციური უნარები, იკარგება იგივე საფუძვლიანად ინფორმაციის მიღება და ასე შემდეგ. ხო, აი თვით დამკვიდრებაზე ვსაუბრობ და მანდ ერთი საინტერესო დეტალი არის, რაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. гаджетები არის ფაქტობრივად ისეთი დანიშნულება, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, იმიტომ რომ აი ხშირად ქონია ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი მშობელი მაგალითად საერთოდ არანაირ უფლებას არ აძლევს гаджетების, დანარჩენი კლასი მაგალითად ჯგუფი აქვს გაკეთებული და რაღაც თამაშობენ და ინტეგრაციის და გარიყვის ნაწილში ეს ბავშვი ხშირად რჩება ხოლმე რაღაცა მარგინალის პოზიციაში რა, ვისაც საერთოდ არ აქვს შეხება, შენ гаджетების გამოყენებით ფაქტო ერთგვარად ფეხს უწყობ რაღაცნაირად თანამედროვე ცხოვრებას, მაგრამ მეორე მხრივ ვიცით რა უარყოფითი მხარეები აქვს, ხო? სად შეიძლება მანდი მოქროს ხაზზე გავლა? სად შეიძლება ვიყოთ ის ოქროს ძაფი, რომ ეს гаджетები იმგვარად იყოს ინტეგრირებული თუნდაც სასკოლო და ოჯახურ ცხოვრებაში, რომ რაღაცა ჯანსაღი განვითარება მოყვეს ამ ყველაფერს. ცით რა არის ამ ხრივ სავარაუდოდ ალბათ უფრო რაღაცა დროის გარკვეული ნაწილში გამოყენება, ოღონდ არა აკრძალვით, არამედ ჩანაცვლებით ლაივში პირდაპირ ურთიერთობებში და სხვადასხვა აქტივობები, რაც მისთვის, ბავშვებისთვის საინტერესოა. აი ასაკობრივად, რაც თქვით ხო ხა თინეიჯერულ ასაკში, მათთვის კომუნიკაცია ყველაფერია, მათ უნდათ რომ სულ იყვნენ ხაზზე ერთმანეთთან, ხო, როდესაც ეს ფორმალური ოპერაციების სტადია იწყება, მათ დიდი ინტერესი აქვს. იქ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის აკრძალვა შეიძლება ბევრი კონფლიქტი გამოიწვიოს ამან და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს მშობელი, მაგრამ აი დაწყებით სასკოლო ასაკში, როდესაც შესაძლებელია რომ მშობლების აქტივობით სკოლის მერე მოხერხდეს, რომ ლიმიტირდეს ალბათ ყველაზე სწორი პოზიცია ნამდვილად ის, რომ აკრძალვას ესე ცალსახად აკრძალოს ყოველთვის უარყოფითი შედეგი ამოსდევს. ჩანაცვლება ალბათ მათ ყველაზე ლოგიკური იქნება. ფაქტობრივად гаджетები ანაცვლებენ რაღაც მომენტში მშობლებს, ანუ იმ აქტივობებს, რომელიც შეიძლება მშობელმა გააკეთებინოს, არ ვიცი, ერთად დავსვდეთ, წავიკითხოთ, დავხატოთ, გავაფერადოთ. гаджеტი კიდე ყველანაირი, ესე რომ ვთქვათ, ელემენტით არის აღჭურვილი, ვიზუალური, ემოციური, ხმის ტემბრი, ასე შემდეგ. შესაბამისად, მაგ ნაწილში ალბათ ძალიან რთული არის. აი საკომუნიკაციო ენასაც რო შევიღოთ მაგალითად, აი ინსტრუქციების ნაწილში წეგან ვახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია გასაგებ ენაზე ახსნა რაღაცეების. აი მაგალითად მე ხშირად მინახავს ერთიც და მეორეც. ერთი რო ენის მოჩლექვით ველაპარაკებით ბავშვებს ხშირ შემთხვევაში, აი მაგალითად მესამე 3 წლის, 2 წლის ბავშვებს, მეორე მხრივ ეს რაღაცა ძალიან რთული და მაღალფარდოვანი სიტყვის გამოყენება. ხო, ასევე არის მაგალითად ინსტრუქციების სირთულე. მე თუ მაგალითად ჩემს პირველ კლასელ მოსწავლეს ვუთხარი, რომ ეხა შენ ადექი, შუქი ჩააქრე, წყალი მოიტანე, სკამი გაასწორე და რვეული დადე. შეიძლება რაღაც მომენტში ვერ გააკეთოს. ხო, რამდენად მნიშვნელოვანია მარტივი საკომუნიკაციო ენის შერჩევა ბავშვებთან. აქაც უნდა გავითვალისწინოთ ერთი რაღაცა, დაახლოებით საშუალოდ 3.5-დან 5.5 წლის ასაკამდე ასაკს ამ პერიოდს ვეძახით ლინგვისტური გენიოსების სტადიას, როდესაც ბავშვს უზომო დიდი რაოდენობის დამახსოვრება შეუძლია ინფორმაციას ფაქტობრივად. ირთვება ეს მექანიზმი და მეორე აკეთებს გამორთვას. ხო, ამიტომ
არ არის ის რომ რაღაცა ამ ხრივ შევცვალოთ საჭირო თვითონ აი კომუნიკაციური ველი რაც არის მშობლების ან ოჯახის გარემონ აი ისე ხო აი იმ პრინციპით ველაპარაკოთ. რაც შეეხება სკოლაშიც, აი სკოლაში უკვე სხვადასხვა შიდა კულტურიდან წამოსული ბავშვებია, რომლებსაც აბსოლუტურად სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ, ხო? განსაკუთრებით ეს დაწყებით კლასებში, ანუ პირველ კლასში, იმიტომ რომ ყველა ოჯახი ცალკე კულტურაა, ხო, ცალკე პრინციპები, ანუ ცალკე მიდგომებია სხვადასხვანაირი მშობლების და ასევე საუბრის მანერაც, დიქციაც განსხვავებულია. რასაც ბავშვები დიდებზე უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას და აფიქსირებენ, თუმცა ბავშვებს აი ამ სხვების საუბართან ადაპტირების ბევრად უკეთესი უნარი აქვთ. ხო და თვითონაც რეალურად მარტივი სიტყვებით გეკომუნიკაციები და შენც ალბათ კარგია რომ რაღაცნაირად საჭირო ფორმა მოუწევი. კი, ხო, უბრალოდ ისეთი ფორმა რომ მისთვის მისაღები იყოს და მეორე კეთილგანწყობის გამოხატვა, რაც კომუნიკაციაში შეადგენს აი უდიდეს როლს თამაშობს, ხო? აი რანაირად კი ბავშვი ბევრად უფრო მეტად აქცევს ყურადღებას აი ამ სიტყვებს, ყველა სიტყვებს. ვიდრე დიდები, ბევრად უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას. ამიტომ აი რაც თქვით მასწავლებლის და სკოლის როლი, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. მერი მეინი არის ქალი, რომელიც კეროლ დვეკი არის ქალი, რომელმაც ეს ამერიკული განათლების სისტემა შექმნა. ცოცხალია ეს ადამიანი, აქტიურად მოღვაწეობს ისევ. ხო, ბრონქსის ერთ-ერთ ჩამორჩენის სკოლაში რეფორმა წამოიწყო ბავშვებს F-ის, ანუ ორიანის მაგივრად უწერდა not yet. ანუ ჯერ ვერ შეძელი. საოცრება მოახდინა ამ სიტყვამ, ხო? და აი ბავშვების მოვითარებელი შეფასება ესე რომ კი, ნდობის და სხვა რაღაცა დამოკიდებულებამ გააკეთა ის, რომ ბრონქსის სკოლამ ნაციონალურ ტესტებში Microsoft-ის სკოლას აჯობა საშუალო ქულებით. ანუ აი რამხელა მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას. რაღაცა კონკრეტული იარლიხს არ აწევთ, მაგალითად, 3-იანში და 4-იანში ვერ გამოხატავ ბავშვის ინდივიდუალიზმს, კი. რაღაცა სივრცეს უპოვებ განვითარებისთვის. მეორე მომენტი რაც არის, ხა როგორც გითხარით, ხო, ბავშვის ცხოვრება ესაა, პირველი, შეაყვაროს თავი ოჯახს, იყოს დაცული, ხო? ეს განსაკუთრებით 9 წლამდეა მთავარი შიში არის მშობელთან სეპარაციის შიში. მერე უკვე შემოდის უკვე თვითონ, ხო, რაღაცა დამკვიდრება იწყება რელიგიურ მისტიური ასაკი, როდესაც უკვე ფილოსოფიი და მიმართულებებით, მერე უკვე რაღაც აჯანყების პირველადი სტადია, მერე თვითშეფასების ვარდნა, მერე მეორადი აჯანყებები და აი ასე მიმდინარეობს, ხო, აი ჩამოყალიბება. ხო, თავარი აი ეს რომ დასაწყისში იგრძნოს ეს თანადგომა და პლუს ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს კონკურენცია და კონკურენციის ინსტინქტი. ხო, აი აქაც მნიშვნელოვანია ის, რომ ოჯახშიც, ხო, კონდეს მას გარკვეული რწმენა, რომ ის კონკურენტუნარიანია და სკოლაშიც, ხო, იყოს მრავალმხრივი დამოკიდებულება, რომ კარგი, აი ეს მაგალითად არ არის ხო, ძლიერი მხარე მისი, მაგრამ მოძებნოს რაღაცა, რაც მისი ძლიერი მხარე. აი, აქ უკვე მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანია. ხო, კონკურენცია საინტერესო რაღაც ახსენეთ. მაგალითად, ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მარცხის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ გაჯეტების დროს, ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს ეს კონკურენტუნარიანი გარემო, მაგ დროს შენი უნარები უფრო მეტად რაღაცა ძლაურ პოზიციაში მოდის, რომ რაღაცას ვაჯობო, რაღაც. მაგრამ არის ხოლმე ხშირად, მაგალითად ოჯახებში, სადაც ერთზე მეტი შვილი ყავთ და კლასებში შეიძლება მასწავლებლებს ხშირად უშვებენ ამ შეცდომას, რომ შედარება მოსწავლეების უნარების, მაგალითად, აი ნახე იმან როგორ გააკეთა ერთი ის მახსენდება ჩვენს კლასში იყო ხოლმე ერთი მოსწავლე, რომელიც საოცრად წერდა, ძალიან მაგარი კალიგრაფია ჰქონდა და ჩვენი მასწავლებელი აიღებდა ხოლმე ამ რვეულს და ესე საჯაროდ ეს დაატრიალებდა ხოლმე ამ კლასში, ნახეთ ამას, როგორი კალი. ერთი მხრივ შეიძლება იყოს მომოტივირებელი ვიღაცების, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება მაგან ძალიან დიდი, როგორ ვთქვა, ფრუსტრაცია, აგრესია გამოიწვიოს და მოსწავლეები, რომლებიც ერთად არაერთ წელს ატარებენ, პირობითად საუკეთესო სცენაში 12-ს, ხო? რამდენად როგორ თქვა, მნიშვნელოვანია მაგათთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნა და არა მაგალითად შედარება. თუნდაც ოჯახში, ხო? ნახე შენი და რა მაგრას სწავლობს და შენ ნახე როგორ სათხარე ხარ, ესე რომ თქვა, ნახე რა მაგარი ნიშნები მოიტანა სკოლიდან და შენ მეტი გაქვს გასაკეთებელი. მაგ ნაწილში რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი ან მიდგომა? აი, აბსოლუტურად მართალი ხართ. დოჯი
სწავლობდა ამერიკაში, დაკვირვება იყო კლასებში. მასწავლებელი რომელ ბავშვს შეაქებდა 2 კვირიდან 1 თვემდე აგრესიის ობიექტი ხდებოდა ეს ბავშვი. ამიტომ მიიღეს კანონი იქ ჩვენც მივიღეთ საქართველოშიც. ჩვენც მონაწილეობდით მაგ კანონის მიღებაში. პრივატული უნდა იყოს შექებაც და პრივატული უნდა იყოს შენიშვნაც. ეს უკვე შემოტანილი მეთოდია. რაც შეეხება შედარებას, ხო? პოლიგრაფიული კვლევით შეისწავლეს რა მოქმედებს ბავშვზე ყველაზე მეტად ემოციურად და აი ეს სხვასთან შედარება იყო პირველ ადგილზე. ხო, ანუ ამიტომ ესეც კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს განსაკუთრებით მშობლების მხრიდან, ანუ მშობლების ის იყო ეს მოქმედებს და მეორე რაც მოქმედებს ვაჭრობა ბავშვთან. ანუ ამას თუ გააკეთებ, ამას გაიკეთებ. ეგრევე ისეთ დაძაბული ხდება ბავშვი, რომ უკვე მოდის ის რომ ეს რო ვერ გავაკეთო, უკვე ფიქრობს რომ მან დაკარგა რაღაცა, რაც უნდა მიიღო და მართალი. იწყება რაღაც ესეთი მართალი ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი, გაჩნია ამ ვაჭრობის ობიექტი რა არის. მაგალითად მე ხშირად გამიგია ფრაზა სკოლაშიც, გარითაც აბა ეხა სწორად მოიქეცი თუ არა ამას არ გიყიდი. ანუ აი შექებისას ხო, აი შექების დროსაც ხო ჩვენ სხვადასხვა ტიპის განმამტკიცებელებს ვიყენებთ. ერთი არის მაგალითად სოციალური განმამტკიცებელი, რომ ყოჩახ მაგარი ხარ, საუკეთესოდ შეასრულე. მეორე შეიძლება იყოს კვებითი განმამტკიცებელი, რომ ყოჩახ შენ თუ ამას კარგად გააკეთებ, მე ხვალე შენ სნიკერს გიყიდი მაგალითად რა. და მესამე შეიძლება იყოს კიდე რაღაცა ის აქტივობითი განმამტკიცებელი, რომ ერთად წავალთ მაგალითად სასეირნოდ ან ველოსიპედს, ანუ შექებისას რამდენად მნიშვნელოვანია რომ განმამტკიცებელი იყოს ძალიან ისეთი ობიექტური და ეს როგორ თქვა თანაფარდობა დაცული იყოს. აი მაგალითად ბავშვმა თუ რაღაცა დავალება სწორად შეასრულა, საპირწონე შეიძლება იყოს არ ვიცი სოციალური განმამტკიცებელი თუ კვებით მაგალითად ჩვენ კვებით განმამტკიცებელს ძალიან იშვიათად ვიყენებთ რა, იმიტომ რომ მგონია რომ მაგას ცოტა ისეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება. ეგეც გრძელვადიან ხო, კონტექსტში ცოტა ეს არის, მე შეიძლება იყოს რომ ცოტა დოფამინი დაუვარდეს და კვებაზე გადავიდეს, ეგეც მაგისი საფუძველი სწორედ ბავშვობაში იდება. რაც შეეხება შექების ვარიანტებს, აი რაც ბოლოს თქვით, ეს არის ყველაზე სწორი, ანუ ქცევაზე აქცენტით. ანუ ადამიანი არ არის კარგი და ცუდი, კარგი და ცუდი არის ქცევა. ხო, ანუ ეს შექებაც ქცევასთან დაკავშირებით, რა კარგად შეარჩიე ტანსაცმელი, რა კარგად გაიგეთე ვარცხნილობა, რა კარგად დაწერე, როგორ და ასე შემდეგ. რაც შეეხება წინაპირობებს, ხო ეს არ გვიდა, მაგრამ პოსტფაქტუმ უკვე აი გამტკიცება, უკვე ხო რაღაცის დაჯილდოვება, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება აი მომენტს, ანუ ხვალ, ზეგ და ასე შემდეგ. ხა ერთი საინტერესო კვლევა არის დენის კოლბერგი იყო მორალის ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და მოსე შრამი იყო მაგისი მოსწავლე, ატარებდა ასეც რომ ბავშვებს რაღაც დავალებებს აკეთებინებდა და გაკეთების შემთხვევაში ან დღესვე გაძლევ პატარა შოკოლადს, ან ხვალე გაძლევ დიდ შოკოლადს, ну აირჩე. ძალიან ცოტა ირჩევდა მეორე დღეს. ბავშვების უმეტესობა მაინც იმ დღეზე არის. განმამტკიცებელი იყო ფიქსიერი ესე უკვე. მაგრამ საინტერესო იყო ასეთი რაღაცა, იგივეა მიშელის ექსპერიმენტში, მაშმალოუს ექსპერიმენტია, რომ არ შეჭამათი წუთი მეორეს მიიღებ. ხო, აი ეს ბავშვები ვინც იკავებდნენ თავს, ზეწარმატებულები გამოდიოდნენ. ხო, აი ამიტომ აქაც ჭირდება გარკვეული ბალანსი და მაგაზე დღემდე მიმდინარეობს კვლევა, რომ ვინ არის ის ბავშვი, ვინც მაშინვე მყისიერს არ ირჩევს და მე ხო. აი მაგას ცოტა უკუღმა რო შევხედოთ ბატონზაზე, აი მაგალითად ერთი არის რომ პოზიტიური განმტკიცება ხდება, შენ თუ ამას გააკეთებ, მაგალითად მე ამას ვიზამ, მაგრამ უარყოფითი მაგალითად შენ თუ ეხა დღეს რაღაცა დააშავებ ჭყალებში, ერთი კვირის განმავლობაში შენ რაღაც აღარ გექნება. მაგას რამდენად აქვს შედეგი? აი პირობითად ბავშვმა არ შეასრულა, ან არასასურველი ქცევა განახორციელა და შენ ერთი კვირის განმავლობაში რაღაც აუკრძალე. ანუ რამდენად აქვს დროს მად მნიშვნელობა? ასევე აი რამდენად ყისერი უნდა იყოს უარყოფითი განმტკიცებაც რა? იმიტომ რომ მაგალითად ჩემი გამოცდილებით სკოლაში ეგ ნაკლებად მუშაობს. მაგალითად, არ ვიცი რაღაცა ისე თუ არ მოიქეცით როგორც ჩვენი შეთანხმება, ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთს აღარ თამაშობთ, მაგრამ ის ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ მაგან პირობითად პოზიტიური შედეგი მოგწეს მაგ ნაწილში. ერთი მხრივ პოზიტიურსაც და უარყოფითსაც ერთი და იგივე ფორმატი უნდა კონდეს ვფიქრობ. იცით რა არის ზოგადად ჯობია რომ აი ეს ნეგატიური არ ვიხმაროთ საერთოდ. ხო, იმიტომ რომ
ეს ხო, დასჯითი მეთოდები ნაკლებად მუშაობს, ხო, აი წახალისება ბევრად უკეთ მუშაობს. ამიტომ ხა მცირე ასაკში ნეგატიური იგნორირება, პოზიტიური წახალისება. აი ეს არის ქსიომა. იმ მომენტში, როდესაც რაღაცა დააშავა, არც არის საჭირო, რომ სხვა მომენტში შეგვიძლია, რომ ქცევა გავარჩიოთ, რომ აი ასე და ასე რო იყო, ხო, როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა, ხო? მე ეს არ მომეწონა, აი ესეთი ემოციებზე აქცენტებით რო გააკეთოს მშობელმა. ხა სკოლაში ეს ცოტა ძნელი განსახორციელებელია. ქცევა შეიძლება იყოს ხშირი, ანუ მაგალითად გაკვეთილზე რაღაცებმა შეიძლება დაიმსახუროს ჩვენი ყურადღება, რაღაცებმა შეიძლება არ დაიმსახუროს. აი რას გულისხმობ, რომ წერამ საუბრობთ აი მოუსვენრობის ნაწილზე და თანამედროვე ეპოქაში ეს ქცევა უფრო და უფრო სხვადასხვა ფორმას იღებს, ხო? არ ვიცი, შეიძლება მოსწავლეს კამს არ წერს, შეიძლება მოსწავლე დგება და გადაადგილდება. რა მომენტში უნდა მივცეთ საშუალება, რომ გააკეთოს ის, რაცაც ორგანიზმი თხოვს. აი ყოველ წამს შეხსენება, ყოველ წამს ყურადღების გამახვილება, რამდენად კარგი არის და რამდენად სწორი არის, ხო? ალბათ რაღაცა სივრცე უნდა მივცეთ ბავშვს იმისთვის, რომ რაღაცა ეს ვენტილაცია მოახდინოს ემოციურად. კი, აუცილებლად ხა. როგორი მომენტია იცით, აი ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ხო? ახლა ბავშვებიც ინდივიდები არიან და გვაქვს რამდენიმე კატეგორია, მაგალითად არის ასეთი მდგომარეობა ჰიპერაქტივობის და კონცენტრაციის დეფიციტის სინდრომი, ADHD, ხო? მაგ დროს ბავშვს, ხო, წარმოუდგენელია მისთვის ერთ ადგილზე ჯდომა. არის ასევე, არა ADHD და სხვა ბევრი მდგომარეობა, რაც მაგალითად აიძულებს მოძრაობას. არის ეგრეთ წოდებული ადრე ერქვა General Attention სინდრომი, ახლა ქვია ჰიპერმობილური სახსრები, ანუ ადამიანები ბავშვს 30% არის ასეთი აგებულების. მისთვის ხანგრძლივი ჯდომა ერთ პოზაში წარმოუდგენელია სუფთა ფიზიკური აგებულების გამო. მესამე მომენტი რაც არის, ახლა ყველას გვაქვს ნივთიერებათა ცვლის თავისებურება. შაქრის, ჩვენი ენერგიის წყარო, რაც არის შაქრის ნაკლებობა, ეგრევე იძლევა კორტიზოლის გამოყოფას დიდებშიც და ბავშვებსაც. ესეც ევოლუციურად ჩადებული სიგნალია, რა, რომ უნდა გაინძრე, რომ საკვები მოიპოვო, ხო, გამოიყოფა კორტიზოლი, რაც განაპირობებს აი ამ ჰიპერაქტივობას და აიძულებს მოძრაობა დაიწყოს. მარტივი ვარიანტი ალერგიული ბავშვები, რომლებიც საშინლად მომრავლდა. ჰისტამინმა ცოტათი მოიმატა ორგანიზმში, მისთვის ჯდომა და კონცენტრირება წარმოუდგენელია. ამიტომ აი ეს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი გამოაპირობებს. ამიტომ ახლა მაინც სანამ მოხდება ადაპტაცია, უფრო მეტი აქცენტი, ხო, საშუალება მივცეთ, რომ გავიაროთ, ხო, რაღაც ადგეს, გაიაროს, რაღაც მოძრაობები გააკეთოს. ხო, ეს 40% ბიჭები 6 წლამდე ჰიპერაქტიურობა ახასიათებს, 6 წლინახევრამდე, მერე რჩება სადღაც 10%-ში. ამიტომ ფიზიოლოგიურადაც არის მათში ეს, რომ რაცა ეს მოძრაობები, ამიტომ აქ ამ მხრივ უნდა გავუგოთ რა, რომ ხო, ერთი მხრივ სკოლას და სხვადასხვა სტრუქტურა, მაგრამ მხოლოდ სკოლა რა, ანუ მაგალითად სხვადასხვა სივრცეებს ბავშვსაც დადის, აქვს თავისი რაღაცა მოწყობის სტრუქტურა, მაგრამ მეორე მხრივ დროთა განმავლობაში, წლიდან წლამდე, თქვენს თქვით, რომ ეს თუნდაც ADHD ძალიან მომრავლებული არის, ასე შემდეგ, ანუ რაღაცნაირად საშუალება თუ არ მივიცით, კომფორტული ფორმით მიიღონ განათლება, გაკვეთილისთვის ალბათ არ უნდა ჩატარდეს, ხო? აი ხშირად მაგალითად მომისმენია მასწავლებლის პრეტენზია, რა ვქნა კაცო, მე 45 წუთი მაგვაკვეთილი, მე ჩემს იმას რა ქვია, დაგეგმილ მიზნებს უნდა მივახციო, მაგრამ უფრო და უფრო მეტად ალბათ უნდა კონცენტრირდეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე. თუ ხედავ რომ რაღაც მომენტში ბავშვს ეს სჭირდება, შეიძლება რომ აკადემიური პროცესი რაღაც მომენტში გვერდზეც გადადო. იმიტომ რომ გონია რომ კომფორტული და ხარისხიანი მაშინ არის აკადემიური პროცესი თუ ის, როგორ თქვა, შესაბამისი ფორმებით არის მიღებული. და ალბათ მასწავლებლებს საინტერესო იქნება ეგ რომ დროთა განმავლობაში ესეთი სტანდარტული სკოლის მოწყობა რაც არის, ხო, გაკვეთილი, მერხი, არ ვიცი, დასვენება, მერე დასვენების დროს რვეულების ამოღება, რაღაცნაირად უნდა მოერგოს ცოტათი ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს. კი.
აი მეგივე ADHD-ზე საუბრობთ, მაგალითად ესეც კვლევებით არის, რომ ბავშვი ვისაც აქვს ADHD, თქვა ხელში უჭირავს ფანქარი ან საშლელი და თამაშის ბევრად უფრო კარგად კონცენტრირდება მაგ დროს, ვიდრე მოძრაობა რომ ხო, რაღაც სენსორული სათამაშო მაგალითად. ხო, მაგისთვის არსებობს ძალიან ბევრი ლიტერატურა, ერთ-ერთი 2007 წელს ჩემიც არის მასწავლებლებისთვის, როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს კლასში ამ ADHD-ის მქონე ბავშვებთან. ხო, რაც შეეხება ესეთ ინდივიდუალურ დამოკიდებულებას, ბავშვები ვითარდებიან ორი ტიპით. გვაქვს ეგრეთ წოდებული კონტინუალური, როდესაც აი ასე ვითარდება და არის დისკრეტული, საფეხურებად ავიდა, დაპაუზდა, ისევ ავიდა, კიდე დაპაუზდა. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვერ შეძლებს ის, ვისაც დისკრეტული განვითარება აქვს. ამიტომ ახლა იდეალური სასკოლო სისტემა იქნება მაშინ, როდესაც პირველ კლასში იჯდება 5 წლის და 8 წლის ერთად, ანუ ინდივიდუალურად როცა შეირჩევა. იდეალური სასკოლო სისტემა იქნება, როდესაც უნარების მიხედვით შევარჩევთ კლასებს, მაგრამ ეს ჯერ წარმოუდგენელი და მაგიტო ვიძახ ძალიან კარგი რაღაც ახსენეთ სხვადასხვა აი რომ რაც უფრო დრო გადის, როგორ ვთქვა, თანამედროვე, თუნდაც გაჯეტებისგან გამომდინარე, ანუ უფრო მეტად კომფორტული ფორმა უნდა მოიძებნოს, ესე რომ ვთქვათ, განათლების მისაღებ. აი მეგობრებს ხშირად გვისაუბრე, როგორ იქნებოდა შენი საუკეთესო სკოლა. ან შენი საუკეთესო საკლასო მოწოლა, ხო? ნუ იდეალური იქნებოდა თუ კონკრეტული სივრცეები არსებობს, ხო? იქ შეიძლება იყოს სენსორული სივრცე, რომელიც ბავშვს ჭირდება. იქ შეიძლება იყოს რაღაცა ჭადრაკულად საერთოდ არ დავაწყოთ მერხები. შეიძლება ისეთი მერხიც კი არ გქონდეს, როგორიც გვაქვს, ხო? პირობითად, ანუ ალბათ ნელ-ნელა განათლება იცვლის ფორმას, იმიტომ რომ სხვანაირად მგონი გარდაუვალი პროცესი მგონია. თუ ჩვენ არ მოვეგეთ ბავშვს ინდივიდუალურ საჭიროებს, ისინი ნაკლებად მოერგებიან განათლების ამ სისტემას. კი, რა თქმა უნდა, მოერგებიან, ადაპტაციას მოახდენენ, მაგრამ რის ხარჯზე? ხო, აი, რას დავკარგავთ, რამდენ უნარს დავკარგავთ, რამდენ პოტენციურ ვარიანტს განვითარების, ახლა გავრცელებულია, ხო, ნუ ადრე იყო ამაზე ეს დისლექსია, რომელიც ნუ ესეთი პოპულარული და ის გახდა, ხო? არის როგორი მომენტი, უკვე დამტკიცდა, რომ ამას არ აქვს ინტელექტთან არანაირი კავშირი. ამ ადამიანებს იდეალურად შეუძლიათ სხვა რაღაცების კეთება. რატომ არ უნდა ერთობლივად სკოლამ და განათლების სისტემა მოუძებნოს გზა, ხო? რამდენი ცნობილი ადამიანია, ვინც აქვს ეს პრობლემები, მაგრამ დიდ შედეგებს მიაღწიეს. აქვე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ გამოიწეროს ჩვენი არხი და დაალაიქოს ვიდეო მეტი საინტერესო საუბრისთვის. თვით დამკვიდრების თავისებურებაზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია არ შევეხო ერთ ძალიან საინტერესო თემას, ტყუპები სკოლაში. ტყუპები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი. ერთი მუცლიდან დაბადებული ორი ადამიანი, რომელიც სრულიად სხვადასხვანაირად, ესე რომ ვთქვათ, აღიქვამს სამყაროს, ორი ინდივიდუალური პიროვნება, ორი ინდივიდუალური ადამიანი და ოჯახშიც და სკოლაშიც ვაწყდებით, არ ვიცი სწორ, არ ვიცი არასწორ, სუბიექტურ, ობიექტურ დამოკიდებულებას ტყუპების მიმართ. ახლა ჩვენ მქონია გამოცდილებაში, რომ ძალიან ხშირად ვიზუალურადაც მინახავს, რომ პირობითად ერთნაირად აცვიათ, ერთ კლასში არიან მაგალითად და მშობელს აქვს მოთხოვნა, რომ ერთად იყვნენ ერთ კლასში. მასწავლებლები ხშირად მაგალითად გამიგონია ფრაზები, რომ აი ეზოდა რო ავდივართ, რომ ტყუპებო წამოდით მაგალითად და რაღაც მსგავსი. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები აღვიქვათ როგორც ინდივიდები, იმიტომ რომ თვით დამკვიდრება მოიაზრებს თვით პრეზენტაციას, საკუთარი თავის გადმოცემას და აი ესეთი, როგორ თქვა, დეტალებით რამდენად ეძლევათ ან არ ეძლევათ საშუალება იყვნენ ისინი, ვინც რეალურად არიან. ცით რა არის, რა მე თვითონ ტყუპები მყავს. დიდები არიან უკვე. ხო, ეს არის როგორი მომენტი, იცით, რომ აქაც ინდივიდუალური დამოკიდებულება, თვითონ როგორ მოწევთ, თვითონ რა სურთ და რანაირად, ხომ, ანუ როგორ წარმართავს მშობელი მათთან ურთიერთობას. ხა, ყოველთვის ბევრჯერ ვამბობ ამას, რომ ნუ ყველაფერი იწყება ოჯახიდან. იქ როგორ არის ეს ყველაფერი ჩადებული და რანაირად. ხა, თვითონ სკოლის პროცესში ხა მასწავლებლებს და კლასელებს ხშირად უჭირთ გარჩევა და ტყუპები ამით ბევრ შემთხვევაში სარგებლობენ კიდევაც დავალებების შესრულებაზე, გამოცდილებზე, ხო,
გასვლის ის, მაგრამ აქაც როგორც უნდათ, ხო, შეუძლიათ იყვნენ ერთ კლასში თუ თვითონ აქვთ სურვილი ისე ხა როგორი მომენტია იცით აი სტრესის განმარტება კლასიკური არის ასეთი სიტუაცია, როდესაც ცოცხალ ორგანიზმს უწევს შესვლილ პირობებში ახალი ადაპტაციული მექანიზმების გამომუშავება, ესაა სტრესი. ანუ ბავშვისთვის ხო სკოლა ახალი გარემოა და რა თქმა უნდა სტრესია. ამ განმარტებაში წამყვანი სიტყვა არის ადაპტაცია. ხა კლასში ნაცნობთან ერთად ან თავის ძმასთან, დასთან ერთად ყოფნა. შეიძლება ერთგვარად მარტივიც იყოს ეს რა პროცესი. თქმა უნდა, ბევრად უადვილებს ადაპტაციას, ხო? ნაცნობი, ანუ მასწავლებლის წინასწარ გაცნობა ბევრად უადვილებს ადაპტაციას. იმ ადგილის სტუმრობა, სადაც უნდა მივიდეს და ისწავლოს მშობელთან ერთად უადვილებს ადაპტაციას. იმისი დანახვა მშობელი და მასწავლებელი ერთმანეთთან ღიმილით საუბრობენ, ხო? ეს უკვე ნდობას უჩენს ამ მასწავლებლის მიმართ და უკვე უადვილებს ადაპტაციას. ამიტომ ამ ტყუპების შემთხვევაშიც ერთ კლასში, რა თქმა უნდა, არ არის პრობლემური. თუმცა შემდგომში უკვე იჯდებიან ასაკი იცვლება, სხვადასხვა ასაკში უკვე მოთხოვნილებები სად არის იმის საჭიროება, რა თქმა უნდა, ხა არიან მაგალითად ტყუპები, რადგან ერთმა ჩააბარა კომაროვის სკოლაში, გადავიდა მეორე, დარჩა თავის სკოლაში და აი ასე ხო, ანუ თავიანთი დამოკიდებულებების მიხედვით, თავიანთი სურვილების მიხედვით არ არის ძნელი ეს დიალოგი ბავშვთან, ამიტომ უნდა მეტი გქონდეს დიალოგი, რომ ვიცოდეთ რა ურჩევნია და მასაც მივაღებინოთ გადაწყვეტილება. ეს ზოგადად მცირე ასაკიდანვე საჭიროა. არჩიე რას ჩაიცმევ, ხო, არჩიე რას გავაკეთებთ ერთად საჭმელს, არჩიე რა გინდა. იმიტომ რომ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე მერე ეხმარება. ხო, აი თვითმოვლის უნარჩვევების განვითარებაში ახლა რაც თქვენ ახსენეთ, ალბათ ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე მინახავს მაგალითად მოსწავლე, პირველ კლასელი, მაგალითად, რომელსაც უჭირს თვითონ შეჭამოს საჭმელი თავისი ხელით, ხო? სად არის ის, როგორ თქვა, საწყისი ეტაპი, საიდან იწყება? აი ჩვენ მაგალითად ბაღში 3-4 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან უკვე ვიწყებთ ბუნებრივია რომ თვითონ მოემსახუროს თავის თავს. მათ შორის ფეხსაცმელი ჩაიცვას, მათ შორის საჭმელი გადმოიღოს. სხვა შორის მე თვითონ როცა ვმუშაობდი ბაღის პედაგოგად 5 წლის წინ ერთ-ერთმა მოსწავლემ დამიმახსოვრა როგორც ბოტასების ბიჭი. ხო და სინამდვილეში ბოტასების ჩაცმა ვასწავლე ამ ბავშვს და იმის მერე ანუ იმდენად მნიშვნელოვანი უნარებს ვასწავლით ჩვენ რომ შეიძლება ვერ ხვდებით მაგაზში რომ ძალიან ზედმეტად ვეხმარებით რას ვაკლებთ ესე რომ ვთქვათ და როდის უნდა დავიწყოთ ბავშვისთვის აი სრულად დამოუკიდებლად ესე რომ ვთქვათ ინიციატივების აღება როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა როდიდან აღარ უნდა შეუშაოთ ხელი და ბარემ დავასრულებ კითხვას იმით რომ ხანდახან მშობლებს ან შეიძლება დიდებს არ ეყოთ ნერვები რომ აი ფეხსაცმლის თასმის შეკრა შეიძლება მოანდომოს 2 წუთი მაგრამ ჩვენ ვერ ხვდებით ვინ 2 წუთს რამხელა სასარგებლის მოტანაშებული უკვე სამომავლოდ ხო აი ასეთ შემთხვევაში მშობელს შეუძლია ბევრი რამ დააზიანოს თუ ეუბნება რომ სწრაფად ვერ აკეთებ კარგად და ასე შემდეგ ხო ხა წახალისება ხა როგორი მომენტია განვითარება ფსიქოემოციური არ არის იზოლირებული ხო სინქრონში მიდის ჩვეულებრივ ფიზიკურ ზრდასთან და ზრდა განვითარებასთან ხა ჩვენ გვაქვს ასეთი პროცესები მიელინიზაციის როდესაც უკვე ის ნატიფი მოტორიკა იწყებს ამუშავებას თქვენ წარმოიდგინეთ ეს ნატიფი მოტორიკის ამუშავებაც ინდივიდუალური პროცესია ზოგ ადამიანთან შეიძლება 5 წლის ასაკში მუშაობდეს და 5 წლის ბავშვი გვინახია იდეალურად ხატავს და ასოები გამოვყავს, მაგრამ ზედაზღვარი არის 8 წლის ასაკში, შეიძლება 8 წლამდე ვერ ამუშავდეს. არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ის, ვისაც 5 წელში ჩაერთვეს უნარები ცხოვრებაში უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ის, ვისაც 8 წლის ასაკში ჩაერთო. ამიტომ აქაც ინდივიდუალური შერჩევა. უბრალოდ აი არჩევანის ვარიანტები, ხო, უკვე სადღაც 3.5 4 წლიდან შეგვიძლია რომ შევთავაზოთ აი ეს გინდა თუ ეს ხო აქ წავიდეთ სასეირნოდ შენთვის მოვდივარ აქ წავიდეთ თუ აქ წავიდეთ ხადია თუმცა ალბათ მან მნიშვნელოვანი აღნიშნოთ რომ ისეც არ უნდა მოგვივიდეს რომ საერთოდ ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ეს პროცესი ხა სკოლაში
ხშირად წავაწყდებით ალბათ უნებლიე უგულებელყოფის შემთხვევებს, რაც გულისხმობ, რომ შეიძლება ზამთარში მოვიდეს ბავშვი მოკლე კაპით, თუ თვითონ აირჩიეთ ტანსაცმელი, მაგას ეგრეთ თუ წავალთ ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ისე ოქროშუალედი მანდაც ვიპოვოთ, რომ რა შეუძლია თვითონ აირჩიოს და რა არის მაგალითად მშობლის პრეროგატივა. და რაღაცები ნამდვილად ადრეულ ასაკში მშობელმა უფრო მეტად იცის, ვიდრე ბავშვმა. ხო, აი მინდოდა კიდე ასევე მეკითხა, წერამ საუბრობთ პასუხისმგებლობის განაწილებაზე და ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ოჯახშიც კი ორი ადამიანი ვერ თანხმდება ერთ საერთო პრინციპზე, როგორ უნდა მიუდგეს ბავშვს. არ ვიცი, დედა აძლევს უფლებას, რომ მიირთვას ტკბილი, მამა უკრძალავს ამ პირიქით. აი ხშირად მომისმენია ფრაზები, რომ იცით რა, მოდი ეს მარტო მე მითხარით და მამამისმა არ მინდა რომ გაიგოს. სკოლასა და მშობლებს შორისაც არის ეგეთი როგორც თუ აზრთა სხვადასხვაობა, რომ რაც სკოლაში კეთდება, ხშირად იმის კეთება უჭირთ მაგალითად სახლში. რამდენად აუცილებელია, რომ პირობითად საერთო ელემენტები არსებობდეს ოჯახშიც და სკოლაშიც, რომ ბავშვმა რაღაცნაირად გაითავისოს ის მთავარი ძირითადი პრინციპები, რაც აუცილებელია. ოჯახში რა თქმა უნდა, რომ ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხედავდეს თუ მშობლები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს მის ქცევებთან დაკავშირებით. ეს ანგრევს ძალიან ბევრ რამეს. განსაკუთრებით ადრეულ 9 წლამდე ასაკში. ხო, რაც შეეხება თვითონ დამოკიდებულებას და შეთანხმებულ მოქმედებებს სკოლის და მშობლების. თქვენ წარმოიდგინეთ, უმეტეს შემთხვევებში, რაც ჩემი პრაქტიკიდან რაც ვიცი, არის მუდმივი ესეთი გაუგებრობა მშობლების მხრიდან ბევრი რამის. აქაც ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ თქვენი შვილის მომავალი იყოს წარმატებული და რა თქმა უნდა, ხა ერთი ფრაზა, იცით, აი ხო, დარვინის ცნობილი ფრაზა გადარჩება არაძლიერი, არამედ ადაპტირებადი. იგივე გვაქვს, ანუ წარმატება აღწევს და წინ მიდის ცხოვრებაში არაძლიერი და ჭკვიანი, არამედ ადაპტირებადი. სკოლის, მშობლების პირველ რიგში და სკოლის ფუნქციაც ეს არის, რომ ბავშვები გაზარდონ ადაპტირებად, ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში თავი გაართვან ცხოვრებას. ცხოვრებაც ხედავთ, რომ თანდათანობით რთულდება, ბევრი ახალი გამოწვევა ხდება. აი სწორედ აქ არის საჭირო, რომ ეს მეტი ადაპტაცია მოხდეს. ანუ ამიტომ აი ამ ხრივაც, ხო, თქვენს გინდათ ეს და ჩვენს გვინდა ეს, ხო. ხა ხელის გადაფარებით და რაღაცეების საქმე არ გეთით. ხო, არ ხდება ეს, ხო. აი თქვენ თქვით ძალიან ის რომ აი მოვიდა ზაფხულის ტანსაცმლის ზამთარში, ხო, ბავშვი. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ამას წერს, რომ კი უნდა წავიდეს, შეცივდეს, მიხვდეს და ისწავლოს დიალოგი მშობელთან. ხო, კი, გამოცდილებით. ახლა რაც არ უნდა ვთქვა და როგორც არ უნდა მოვიქცეთ, კი ბევრი ფრაზებია, რომ სხვის შეცდომებზე არ ხდება ასე. ხო, ადამიანები ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე და 18 წლამდე ასაკს საუბედურო თუ საბედნიერო თქვია მწვავე შეცდომები და ცდებით გამოცდილების დაგროვების ასაკი. მივიცეთ ბავშვებს იმისი საშუალება, რომ აი ეს გამოცდილებები დააგროვოს თუნდაც შეცდომებით, თუნდაც რაღაც წარუმატებლობებით. მანდ ერთი მარტივი მაგალითი შეიძლება ის გავიხსენოთ და მოვიყვანოთ, რომ აი მაგალითად მშობლებს ხშირად ეშინიათ, როცა სასწრაფოებზე ან რაღაც სათავგადასავლო მოედნებზე არ ჩამოვარდეს, მაგალითად არ დაეცეს, არ მიიღოს დაზიანება და ხშირად მაგალითად უკრძალავენ, არ ვიცი, ისეთ მარტივ რაღაცებს, როგორც ეს აცოცება ჩამოსება, ნელაადი ფრთხილად ჩამოდი, ხო? ალბათ მაგას უსვავთ თქვენ სწორედ ხას, რომ გამოცდილების გარეშე ვერაფერი ვერ მიიღწევა ესე რომ თქვა, თუ არ გამოცადეს საკუთარ. თვითონაც ახლა სულ აი უტრირებულად პრიმიტიულად რო ვთქვათ, ხო, ხა უფრო მეტად დაცულია ბავშვი, როცა ცურვა იცის, ვიდრე ის რომ ზღვასთან არ მიუშვათ, ხო, ანუ წყალთან არ მიუშვათ. ამიტომ აი ეს არის რა, მივცეთ მეტი გამოცდილება და აი ამ გამოცდილებისთვის არის სკოლაც ხა. სკოლაში მასწავლი ბევრი ის რაც აითვისა ხო დაწყებით კლასებში და ის მას ცხოვრებაში არ
შეხვდება და შეიძლება ბევრი რამაც გამოადგეს, მაგრამ აი სწორედ ეს არის, რომ აი აქ იდება ის, რომ ცდები, შეცდომები, ახალის გამომუშავება, მოდი ასე კი არა, აი ასე წავიკითხა, მოდი დროს, აი ასე კი არა, აი ასე გადავანაწილებ, ხო? აი ამის მცდელობები უნდა იყოს და უბრალოდ ერთი რამ, რომ მშობლები არიან მის გვერდით, სკოლა არის მის გვერდით. ერთის და მეორეს მისი მეგობარია. არის ნდობა. და როგორც თქვენ თქვით, რომ ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ პირობითად დედმამა რაღაცაზე თანხმდება, ზუსტად იგივე მოცემულობაა სკოლასა და მშობელს შორის, იმიტომ რომ ისიც ერთი ავტორიტეტი, ისიც მეორე. და ერთი ავტორიტეტი, ამიტომ დედისგან უნდა გადაეცეს ეს ავტორიტეტი სკოლას და ალბათ შეთანხმების გარეშე არაფერი არ მოხდება. კი ბატონო, ერთი საკითხი პრინციპში რაც თქვენთან მინდა გამიარდა, არ მინდა ეს გადაცემა ის დავასრულოთ, რო არ შევეხოთ ერთი პასუხისმგებელი პირები ბუნებრივად დედმამა, მთავარი ასე ვთქვათ, მეურვეები, თუმცა მინდა შევეხოთ ბავშვის განვითარებაში ბებიას და ბაბუების როლსაც აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება ბებია-ბაბუასთან და არის შემთხვევები, როდესაც ცალსახად ისინი არიან მეურვეები, იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება რაღაც მიზეზების გამო დედა ადგილზე არ არის, მაგალითად რაღაც მსგავსი, ხო? არის ხოლმე შემთხვევები, ისიც საკმაოდ შეიძლება ეხა კურიოზულად უყურებთ, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო, რომ არ ვიცი, დედა ძალიან თანმიმდევრულად მიყვება სკოლის რეკომენდაციებს, ცდილობს მაქსიმალურად რომ გაითვალისწინოთ, მაგრამ წუხს იმაზე, რომ ერთი კვირა საკმარისია რომ ბებიასთან აღმოჩნდეს პირობითად და შეიძლება ქცევა შეეცვალოს. აი, მაგას როგორ უყურებთ? აი, მე მაგალითად გულწრფელად რო ვთქვა, ხშირად მithქვამს ჩემი მშობლებისთვის, რომ მიეცით საშუალება მოსწავლეს იქ, სადაც მიდის, ბებიასთან ჰქონდეს თავისი რაღაცა კულტურული გარემო, სადაც მოიქცევა ისე, როგორც იქ უნდა მოიქცეს. აი, თქვენ როგორ ხედავთ მაგას და რა შეიძლება რომ მაგ ნაწილში მშობლებს ურჩიოთ? ცით რა არის ზოგადად ცხოვრება ასეა, რომ ყველა ჩვენგანს არა მარტო ბავშვებს გვაქვს ბევრი სხვადასხვა გარემო და აი ამ სხვადასხვა გარემოში ჩვენი ქცევები აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. სხვადასხვანაირად ვართ ადაპტირებული სხვადასხვა გარემოსთან. რაც უფრო მეტი ასეთ გარემო შეექნება ურთიერთობა ბავშვს, მით უკეთესია მისთვის, რომ მან ისწავლოს სხვადასხვა სიტუაციებში ქცევები. ხო, რაღაც განსხვავებული გამოავლინოს, ხო? ამიტომ რაც უფრო მეტი შანსი ექნება, მით უკეთესი. ხა ერთი რაღაცაა, რომ ბებია-ბაბუა ძალიან კარგია, ბევრს ძალიან თბილად და ტკბილად გვახსოვს. ბებია-ბაბუები და ალბათ ასეც უნდა იყოს და სწორია. აქვს თავისი კულტურული დანიშნულება, რომ ასეა, ხო? უბრალოდ ბავშვისთვის თვითონ თავიდან გენეტიკურ დონეზე პირველი არიან მშობლები, დედა და მამა. ხო, ანუ ის არ აკეთებს სწორებას ბებია-ბაბუაზე, სწორებას აკეთებს სწორედ დედაზე და მამაზე. დედის და მამის შენიშვნა აბსოლუტურად სხვანაირად აღიქმება, ბებიის უფროს აბსოლუტურად სხვანაირად აღიქმება. ამიტომ რამდენი ხანიც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, იქ უნდა კარგავს თავის როლს დედისა და მამის. უნდა ახსოვდეთ, რომ დედა და მამა არიან ნომერი პირველი. შეუცვლელი ავტორიტეტები ესე ვთქვათ. სკოლაშიც ეგრეა პრინციპში, ხო? ანუ ჩვენ რამდენი დროც არ უნდა გავატაროთ მოსწავლეებთან, ალბათ ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს დედისა და მამის ავტორიტეტს და სწორედ მაგიტო საუბრობთ წეგან თანმიმდევრულობაზე, რომ მშობლის მხრიდან გამოცხადებული ნდობას განსაკუთრებული ფასი აქვს, ესე რომ ვთქვათ, ხო? ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ დღევანდელი გადაცემისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. თქვენ ხართ ჩვენი პირველი სტუმარი და დარწმუნებული ვარ, ფეხბედნიერი აღმოჩნდება თქვენი სტუმრობა ჩვენს სასარგებლო პოდკასტში. მე მინდა მადლობა გადავუხადო მაყურებელს და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და ლაიქონ ვიდეო მეტი სასარგებლო საუბრებისთვის და საინტერესო სტუმრობისთვის. დროებით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.